მაინტერესებს შემდეგი რაღაც. თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას? შემწვარს ქათამს თუ მოხარშულ ქათამს? მე შემწვარს. ძალიან რთული შეკითხვაა. მართლა ორივე თანაბრად მოგწონთ? კი. უფრო ალბათ მეც გამოვტყდები და შემწვარი, თუმცა მოხარშულიც უნდა შეჭამ, მაგრამ ახლა რა გიყვარს გეკითხება და აი მე მიყვარს მოხარშულზე თუ საუბრობთ, აი ახალი მოხარშული. და აი ცოტა თბილი როა მოხარშული და აი ჭადი და ყველი იქვე და ეს არის ეს ტრივარი ჩემი საუკეთესო კომბინაციის. და შემწვარი უკვე აქ ითხოვს ღომს და დიდ პატივისცემებს და რაღაცებს. მე არა? ნამდვილად პამიდორის წვენი ცოტა ტყემავს. რას გვერდში რა გინდა თიკა? არაფერს რო გშია დაგვეტყო ყველას, მაგრამ მაინც საინტერესოა მიმსჯელოთ ერთის უპირატესობაზე და მეორეს უპირატესობაზე. დავიწყოთ, მოდი ვთქვათ მოხარშულ ქათამზე რამე. თიკა ზოგადად ვთქვათ, რომ ქათმის ხორცს, რომელიც შეიცავს ცოტა ცხიმს, ადვილად ვითვისებ. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ ქათმის ხორცში არის ყველა აუცილებელი ამინომჟავები და ის ძალიან მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. თიკა მინდა გითხრა, რომ ქათმის ხორცში დიდი რაოდენობით შედის ისეთი ვიტამინები, როგორიც არის B6 და B5. B6-ის ძირითადი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში არის თქვათ ერითროპოეტიზი, ანუ სისწარმოქმნა მონაწილეობა, მაგრამ ასევე ის მონაწილეობს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება თქვათ B5 ვიტამინი შედის ქათმის ხორცში და ის მონაწილეობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში. ხო და რადგან ახსენებდნენ ქათამი, B ჯგუფის ვიტამინები, გაციება და ვირუსები, გამახსენდა ქათმის ბულიონი, რომელიც ზუსტად ისეთ დროს მოდის ხოლმე ჩვენს საჭიროებასთან, რომელიც დგას ზუსტად ვირუსების დროს, რომელიც ალბათ უფრო ამსუბუქებს მდგომარეობას. მართლაც აი ამ რაღაც წვნიანს ახასიათებს, ხო, რაღაც ისეთი მინერალებით შევსება და ელექტროლიტებით, რომელიც ჭირდება ადამიანს ავადობის დროს და აქვე ერთი პლუსი დაეწერა მოხარშულ ქათამს მასში, ხო, ბულიონის გამო. დიახ, ბულიონი დამეთანხმებით იკავა, რომ შედგება უამრავი ინგრედიენტებისგან, განსაკუთრებით ეს არის თქვათ კამა, ნიორი, რომელიც ემატება ქათმის ხორცში ისითხე ქათმის ბულიონი ნახარში. არსებულ ნახარში და რა თქმა უნდა სამკურნალო საშუალებაა გრიპის დროს. ასევე ქათმის ხორცში ხვდებით დიდი რაოდენობით B12 ჯგუფის ვიტამინებს და რკინას. და რკინა რადგან ახსენე, როგორც ვიცი, ქათმის ბარკალსა და ამ გადანახსენში არის ყველაზე მეტი რაოდენობით რკინა. ასევე თიკა მინდა გითხრა, რომ ქათმის ხორცის ყველა ულუფა, რო ვთქვა, ტოპოგრაფიული, რაც ქვია, ბარძაყი, თეთრი ხორცი, კისერი, კუჭი, ყველა შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიც არის სპილენძი, როგორიც არის ქრომი, ფოსფორი და სელენი. ეს ყველა ის ნივთიერებებია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ჭირდება, იმიტომ რომ იცოცხლოს. ასევე გეტყვით, რომ თეთრ ხორცში მუქ ხორცთან შედარებით არის უფრო მეტი სრულფასოვანი ცილა და ნაკლებია ცხიმი. ქათმის კანი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმს და შესაბამისად ქოლესტერინის კონცენტრაცია ძალიან მაღალი. ამიტომ ჭამის წინ ჯობია რომ მოვაშოროთ ეს კანი ქათამს, რომ უფრო ჯანსაღი იყოს და ნაკლებ კალორიული ქათამი. ანუ გამოდის რომ ჯანმრთელობისთვის მოხარშული უფრო სასარგებლოა, ხო? თიკა ნამდვილად გეთანხმები, მოხარშული ქათმის ხორცი უფრო მეტად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმს ვიდრე შემწვარი და ასევე მინდა გითხრა, რომ უფრო მეტად ინარჩუნებს ხარშვის პროცესში ქათამი თავის ბიოლოგიურ სტრუქტურას ვიდრე შემწვარი. ანუ სასარგებლო ნივთიერებები ხარშვის პროცესში უფრო მეტად ნარჩუნდებიან და ასევე შეიცავს ნაკლებ ცხიმებს. შემწვარი ქათამი კი ხშირად შეიცავს უფრო მეტ კალორიებს. იყოს. ხო. და კალორიებთან ერთად სხვადასხვა ცხიმოვან ნივთიერებებს. და რო იყოს? იყოს, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ისეთი კარგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამრიგად თუ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, მოხარშული ქათამი უკონკურენტოა. აბა გრილის ვერსიას განვიხილოთ. ნახე? არც შემწვარია, მაგრამ თან შემწვარია. ცხიმის გამო ხო დაგვიწუნეთ ეს ქათამი შემწვარი და აბა აქ მომიყევი, აი ჩამოიწრიდა ცხიმი. მოგიყვები თიკა, სანამ ჯანმრთელობაზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ შეწვავს ადამიანმა გრილზე ქათამი. სწორ შეწვავს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო და გრილი არის თუ არა სწორი? მოკეთ, საუბრობთ იმაზე, რომ გრილში შემწვარი ქათამი იწვება თავისივე ცხიმში, უფრო ნაკლებ ცხიმს შეიცავს თვითონ და კალორიას მომზადების შემდეგ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ძალიან რბილი და გემრიელი. თიკა მინდა გითხრა, რომ გრილის საშუალებით მომზადებულ ქათამს
უფრო მეტად რამოდენიმე დადებითი მხარე აქვს. პირველი ეს არის ცხიმი და მეთანხმები რომ გრილზე მომზადებისას ქათმიდან ცხიმი ჩამოიღვენთება, ჩამოედინება და რა თქმა უნდა ეს პირდაპირ ამცირებს კალორიების რაოდენობას. ასევე მინდა გითხრა, რომ როდესაც ქათა მიწვევა გრილზე, როგორც მოხარშული ქათმის შემთხვევაში, ის ინარჩუნებს თავის სტრუქტურას და ამიტომ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები თითქმის ერთნაირად როგორც შემწვარში, ასევე მოხარშულში სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე. ან პროტეინები და ვიტამინები ორივე შემთხვევაში მოხარშულზე და გრილზე შემწვარზე ორივე ადგილზეა. კი ბატონო, ესე ვისაც გვიყვარს შემწვარი ქათმის გემო, ამის შენარჩუნება შეგვიძლია გრილის დახმარებით. ნამდვილად. და რაც შეეხება ვისაც გვიყვარს მოხარშული შინარს უკვე რას ვიღებთ ამ შემთხვევაში გრილზე შემწვარი ქათმისას, ქათმისგან უტოლდება მოხარშულის შემთხვევაში, რასაც ვიღებთ იმას. ჩვენიერი დაწყვილება, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ვისაც გიყვარს ცოტა უფრო რაღაცნაირი გემო გამოკვეთილი ქათმის შემთხვევაში გვაქვს გრილის საშუალება. თავარი არის ერთი რამ. აბა, რომ ნოსტე ხარისხით და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ ქართულ ნატურალურ ქათამს გვთავაზობს. თან ნოსტეს ქათმის ძირითად საკვებს რჩეული ხარისხის სიმინდი წარმოადგენს. თავისთავად ეს პროდუქტის განსაკუთრებულ გემოს და ხარისხს განაპირობებს. ნოსტეს 70-ზე მეტი საფირმო მაღაზია ყოველდღიურად მარაგდება ახალი ნედლი ქათმის ხორცით. ნოსტეს პროდუქტების შეძენა შესაძლებელია ასევე ნოსტეს პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში, კარფურში, ფრესკოში და გუდვილში. და რა თქმა უნდა, ნოსტეს კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მიიღებთ გლოვოს და ვოლტის სწრაფი მიტანის სერვისით. მოკლედ, ჯანსაღი და გემრიელი კერძის მოსამზადებლად მთავარია ქათამი იყოს ნოსტე. მე მადლობას გიხდით დღევანდელი ჩვენებისთვის და განსაკუთრებულად კიდევ იმ დასასრულისთვის, რომ შემწვარი ქათამი ჩემინარჩუნეთ მენიუში, ბევრი რამ არ მიყვარს, მაგრამ შემწვარი ქათამი მიყვარს. და კიდე შემწვარი გულღვიძლი ქათმის, ხო და მადლობას ვიტოვებ, რომ დამიტოვეთ ეს როგორც ხელშეუხებელი და დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, ასე გემრიელად, ესე ვიტყოდი. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად მთელი გადაცემის განმავლობაში და ასეთივე საინტერესო გადაცემა გელოდებათ ხვალ კვირას 2 საათზე. ასე რომ ისევ დაგვიბრუნდით. ნახვამდის.